მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 62-ე ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. დაუბრუნდით ქუთაისიდან, დაუბრუნდით ეროვნული ლიგიდან და ცოტა ხანი უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებს, საოცარი მატჩები ვიხილეთ და ზუსტად ამ თემებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. ბექა არის ჩვენთან ერთად, ირაკლია ჩვენთან ერთად და რეზი კვლავ არ ყავს. რეზი საღდგომო არდადეგები გამოიწერა, ცოტა ნაადრევად. შვებულებაში გავიდა, დაწერა ის განცხადება შვებულებაზე. შენ მოუწერე ხელი. და მოკლედ რეზი ძალიან მალე დაგვიბრუნდება ჩვენი საყვარელი რეზი. პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, გრიზლის უნდა მიულოცოთ დაბადების დღე. კომენტარებში გულები გაუსპამოთ გრიზლის და მიულოცოთ 32 წლის. გულები არა, ეს გიფი როა. რაღაცა ის. Поздравляю. ხო, აი რაღაცა ეგეთი გიფები თუ შეიძლება. კარგი. ვარდები. სანამ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე უშუალოდ გადავალთ, აუცილებლად უნდა კითხოთ აქაც, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არის ხალხი, ვისაც ჩვენი ვლოგი არ უნახავს, ქუთაისში რომელიც გადავიღეთ და ჩვენ გუშინ დავბრუნდით ქუთაისიდან. უნდა ვთქვათ და აქაც ვიტყვით და მოგიწოდებთ, რომ ჩვენს არხზე ვლოგი, რომელიც დევს ტორპედო ქუთაისი, დინამო თბილისი ნახოთ, მართლა მაგარი ატმოსფერო იყო და მოდი კიდევ რამდენიმე სიტყვით გავაზიაროთ პრინციპში რა ვნახეთ ქუთაისში და კიდევ ერთხელ მადლობა უნდა უთხრათ მე მგონი ჯუნგლებსაც და იმ ქუთაისელ გულშემატკივარსაც რომელიც მოვიდა თამაშზე მართლა 90 წუთის განმავლობაში მხარი დაუჭირა საკუთარ გუნდს და ეგ არის ის რაც ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნულ ლიგას ჩემი გადმოსახედით. ნუ ჩემი წყევლა რო არა ძალიან ვისი ამოვნე ერთადერთი ნუ გოლი დამაკავდა მაგრამ ჩემბრალი იყო და აქედანაც კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ ბრავო ქუთაისელ გულშემატკივარს იმიტომ რომ რაც ჩემს დამკვეყანოს ყველაზე ძალიან აკლია ეს საფეხბურთო გარემო იდეალურად ქმნიან და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის რომელიც ვლოგშიც ცოტა ისე რა ვთქვით და კიდე უფრო მეტად მინდოდა მე პირადად რომ მეთქვა და რაღაც ცოტა ვერ ვთქვით ძალიან მომეწონა ის რომ ყველამ ვიცით რომ ქუთაისის გულშემატკივარ გუნდზე ცოტა გაბრაზებულია, რაღაცა პრობლემებია და რა ვიცი მე და იკან ლამის ნახევარ სტადიონთან ვიყავით მისულები რომ ჩაგვეწერა ინტერვიუ და არავის აიწყმუტი არ დასცენია კამერის წინ პირიქით ყველა იმას იძახის რომ გუნდთან ვართ რაც არ უნდა მოხდეს და ეგეც ძალიან დასაფასებელი ამბავია. კი, ყველაზე მეტად რაც გვაკლია ქართულ ჩემპიონატში ეს არის ჩემპიონატს არა რეალობაში საქართველოში რა საფეხბურთო გარემოები საფეხბურთო გარემო გვაკლია და ნამდვილად სიამოვნო სანახავი იყო ამდენი ადამიანის ნახვა თან მით უმეტეს როგორც ის მათ არანაირი კამპანია და ეგეთი არ ქონიათ რომ აი სიტყვაზე ვთქვათ რაღაც აქტივაცია გაეკეთებინათ პირიქით ხალხი თავისი ნებით სულვილით მოვიდა თამაშზე შექმნა შესანიშნავი ატმოსფერო და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ იმსახურებდა უფრო მეტ სანახაობას გოლებს პირველ რიგში სამწუხაროდ 0-0 დამთავრდა იმიტომ რომ ეს შეიძლება რაღაც მაყურებლისთვის იმედგაცრუებაც იყოს ხო იმიტომ რომ მოდიხარ თამაშზე ასეთი გარემოა და თამაში არ გაძლევს მეტად სიამოვნების მიღების საშუალებას მაგრამ მე რაც დავფიქრდი ეს ჩვენი ფეხბურთელები შეიძლება იმდენად მიუჩვეველი არიან ასეთ გარემოში თამაში ეგეც ფაქტორია ფეხბურთელის გადმოსახედიდან რომ მეტად ჭირდებათ ადაპტაცია ასეთ გარემოსთან ხმაურთან რომ ტრიბუნებიდანაც მოდის წნეხის ეწოლა იდეაში პირველ რიგში სტუმარზე, მაგრამ უკვე შემდეგ მასპინძელზეც მოდის, რომ შესაბამისი პერფორმანსი ვერ დევს და გოლი ვერ გააგდა, თამაში ვერ იგებს. განსაკუთრებით თორსა ასეთ მნიშვნელოვანი თამაშია ტორპედო დინამო. ზუსტად ეგ იგრძნობოდა ბექა, რომ ამ თამაშის მოგება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისელი გულშემატკივრისთვის რა. მერე ჩვენ თამაშის შემდეგაც პერსონალურად საუბერები გქონდა, ასე ვთქვათ, ჯუნგლების წარმომადგენლები იყვნენ ის ბიჭები, ვისაც მე პირადად ვესაუბრე და სხვა შორის იცოდნენ ჩვენი არხის შესახებ და ნუ აი ხას უსვამდნენ იმას, რომ ეს თამაში არის მართლა რაღაცის განმსაზღვრელი ქუთაისში და ეგ ძალიან კარგია რა. ბევრჯერ გვითხოვს, რომ რეგიონში უფრო იგრძნობა ზოგადად ფეხბურთის სიყვარული, თბილისშიც უყვართ რა თქმა უნდა, უბრალოდ სტადიონზე ვეღრძნობთ ამას სამწუხაროდ და ეგ თამაში მართლა იმსახურებდა იმას, რომ ქუთაისის ტორპედოს მოეგო ეგ თამაში რაღაც გულშემატკივრობაში არ ჩამოგვართოთ, უბრალოდ იმას ვამბობთ, რაც მოედანზე ვიგრძენით და ლოგშიც ვთქვით, რომ მართლა გქონდა შეგრძნება იმისა, რომ ფეხბურთზე ვართ რა. თქვენ აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ლაიქები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება და რაღაცას ამბობდი მე მგონი ბექს მადლობებს ახლა. მადლობები, ხო, მადლობა სახელოსნოს, მადლობა ლუის და კიდევ ვიზე ვიძახდით ხოლმე. აქ რო დაუბრუნდით, ნუ ლუი და სახელოსნო ქონდა სათქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, კიდევ ერთხელ არ პრინციპში პირველად უნდა ვთქვათ. მაგრამ ნუ თამაშიდან გამომდინარე სამართლიანი შედეგი იყო. კი.
აი ვიღაცა რომ უფრო მეტად იმსახურებდა და რაღაც ძალიან რთულია მაგის გაარჩიო რომ აი დინამო უფრო იმსახურებდა თუ ტორპედო გავიგეთ რომ ფანები ატმოსფერო ყველაფერი იყო მაგრამ თამაშმა ასე ვთქვათ რის შესაძლებლობას მისცა რომ გასაზღვრული იყო შედეგი ჩემი აზრით ფრე ოღონდ დაჟე უგოლო ფრე არა ერთით ძალიან კარგი იქნება ანუ ნუ დაჟე შედეგიანი ფრე შეიძლება ყოფილიყო რა მაგრამ 50-50-ზე თამაში იყო ძალიან 50-50-ზე თამაში. ხო, მე იმის თქვა მინდოდა უბრალოდ რომ შემდეგ ტურში, აი პირველი ტური რომელიც გადაიდო, თოვლი როცა მოვიდა თბილისში და გადაიდო ეგ თამაშები, ეგ თამაშები ჩატარდება შაბათს 11 აპრილს და ჩვენც ვიქნები წარმოდგენილი. ამჯერად გვაქვს დინამოების დერბი, თბილისის დინამო და ბათუმის დინამო. ამასთან დაკავშირებით ხო, კოლაბორაცია გვაქვს მოკლედ დინამო თბილისთან. გვაქვს გათამაშება, კი ბატონო, სადღაც გადაცემის შუაში დავსვამთ მოკლედ კითხვას. კითხვა ბუნებრივია უკავშირდება ამ ორივე გუნდს. ამას დავსვამთ, კომენტარებში უნდა დაწეროთ სწორი პასუხი და პირველი 5 სწორი პასუხის ავტორი მიიღებს 2 ბილეთს, ხო? ანუ ჯამში 10 ბილეთს გავათამაშებთ. ჯამში გათამაშდება 10 ბილეთი დინამო თბილისის დინამო ბათუმზე. მოდი ვთქვათ, რომ თამაში არც ისე სუდროს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც თბილისშია, შაბათს 6 საათზე. შეგვიძლია მივიდეთ დავესწროთ ამ თამაშს იმედი გვაქვს რომ ძალიან კარგი თამაში იქნება და გოლებსაც ვიხილავთ. ხო დინამომ სადღაც უნდა გაიტანოს ახლა ჩვენ რომ მივალთ. გრიზლის უნდა გადავატეხინოთ რაღაც ეს შედეგი და იმისთვის რომ მოიგოთ ეს ბილეთები უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩვენი არხი და ვიდეოს კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი პასუხი და პირველი 5 სწორი პასუხის ავტორი იქნება გამარჯვებული და თვითონ მიიღებთ 2 ბილეთს ამ თამაშს. მოკლედ დაილოდეთ. ერთი ამბავი ის არის რომ წინასწარ აი ამ დროს იქნება კითხვა არა რაღაცა რენდომ დროს ჩავსვათ კითხვა რომ არ გადაახურა. კი ბატონო. მოდი ეხლა გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან ბევრი რო არ გაგვიგრძელდეს, იმიტომ რომ ნუ ლიგას საკუთარი კონტენტი აქვს ამ YouTube არხზე შესაძლოა. ნუ ლიგასაც ალგე დავუთმობ დროს, უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, რაც შეჯამებას აუცილებლად გავაკეთებ. კი, მაგალითად 10 ტური რო გავა და პირველი წრე რო დაიხურა. ოკეი, რეალი ბაიერნით უნდა დავიწყოთ აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. წუხელ, თუმცა ამას ესეც გადაცემის შუისთვის მოვიტოვოთ და ქრონოლოგიურად მივყვებით ხოლმე ჩვენ ეგრე გვჩვევია და რეალი ბაიერნით დავიწყოთ სუპერ მატჩი. ძალიან ბევრი მომენტი, კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ მე ორივე გუნდი დაკომპლექტებულია ექსტრა კლასის ფეხბურთელებით და დავიწყოთ მოკლედ გრიზლის შენ როგორც იუბილარს გითმობ, რომ გახსნა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალებზე საუბარი. პირველი სადღეგრძელო შენია. პირველი სადღეგრძელო ჩემია. ეს არის მე ერთ ძალიან საინტერესო რაღაც იყო ამ თამაში, რამაც ყველაზე მეტად ნუ ორი იყო, რამაც ყურადღება მიიქცია. პირველი იყო ის, როგორ იწყებდა build-ups ბაიერნი. შეტევის შენებას. ჩადიოდა ტა მეკარესთან მარტო და ორი კაცი იდგა. ანუ ხო არის რომ ორი ცენტრალური მცველი ჩადის რომ მეტობა შექმნას. სტანიშიჩი შედიოდა ცენტრში და იმის მაგეროთ რომ სამნი ყოფილიყვნენ, რჩებოდნენ ორი. ცდილობდნენ რომ მბაპე და ვინისიუსი ორი თავდამსხმელი მიეზიდათ, იმიტომ რომ 4-4-2-ით იცავდა რეალი თავს და თუ ორი კაცი წამოვიდოდა 2-2-ზე იყო. ასაც კარგი პასი აქვს და ნუ ნოიერს რავი მოდრიჩის დონის პასი აქვს ალბათ. ეს ყველაფერი ქონდა იმ თამაში, რამე თუ შეიძლებოდა რომ ეს და ერთი პასით უკვე ცენტრში იღებდნენ მეტობას. ეს იყო პირველი ამოცანა, რომელსაც ცდილობდა ბაიერნი რომ გაეკეთებინა, რომ განა 3-2-ზე მეტობა გვინდა. ვიცით რომ მეკარით და მცველით 2-2-ზე ვაჯობებთ შეტევის დაწყებას და წინ უკვე ავტომატურად მეტობა გვაქვს რა. ნუ რეალი მალე ძალიან მალევე მიხვდა ის რომ ვინისიუსი და მბაპე არ უნდა ასულიყვნენ და დაუთმეს იქ უპირატესობა. მარტო მბაპე მიდიოდა ხოლმე ტაზე და Dutch shadow defending იქვია ინგლისურად, ქართულად ჩრდილოური დაცვა. ხო, ჩრდილოური დაცვა რა, ანუ ეს არის როცა აი ორნი ვარ სიტყვაზე მე და ბექა რა, შენ თუ იქით შეტრიალდები და ბურთი იქით არის, მე ავტომატურად უკვე პასს ვეღარ ვიღებ რა, იმიტომ რომ შენ ფარავდა, აი ამ პასის ხას ფარავდა და უკვე მეტად ვერტიკალური უწევდა რომ ბაიერნს ყოფილიყო. ერთი იყო ეგ, ეს შეტევის შენების ნაწილი ძალიან საინტერესოა. მეორე იყო რომ ანუ ცენტრს უთმობდა რა რაღაც ცენტრში ხალხი არ ყავდა ბაიერნს და ეგ მეორე ტაიმში გამოჩნდა განსაკუთრებით კარგად. ხო, მეორე ტაიმში ძალიან კარგად გამოჩნდა რომ
ცენტრში არ ცდილობდა მეტობის შექმნას უკვე რა. ცენტრში ცდილობდა რომ მაქსიმალურად გაიყვანა ცენტრიდან რეალის მოთამაშეები და იქ შერბენით მიეღოთ ბურთი. ნუ გნაბრის ცოტა უკეთესი თამაში რო ქონოდა ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა ბაიერნის შედეგი, ხო? ხო, და რეალმაც სხვა შორის რეალმა ქნა ზუსტად იგივე, რასაც შვებოდა ქუთაისის ტორპედო. ძალიან საინტერესო რაღაც იყო, ვალვერდე ყავდა ფლანგზე, პიტარჩი და ტრენტ ალექსანდრ არნოლდი და აი ამ სამკუთხედს ატრიალებდნენ ისე რომ პიტარჩი ჩადიოდა ტრენტის ადგილას, ვალვერდე შედიოდა ცენტრში რომ მეტობა შეექმნა და ტრენტი ხდებოდა ვინგერი და აი ამ სამკუთხედის დატრიალება ბაიერნის დაცვას ნაკლებად ხო რევდა რა და უკვე სირთულე იყო, მაგრამ ბაიერნმა რაც მეორე ტაიმში ქნა მერე გონია რომ აი რეალის ფეხბურთელები ფიზიკურად კი არა აი ტვინი ექნებოდათ დაღლილი, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ყველა მომენტში ყველა მიკრო ეპიზოდში რეალის მოთამაშეს უნდა აერჩია რომ სად მისულიყო. სულ არჩევანის წინაშე ტოვებდნენ რა. მცველი აუდიوار შემტევზე თუ აქ ვრჩები ყოველი პასის მერე იყო ეგრო რეალის მოთამაშეს უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ძალიან მაგრადი დაალაგა კომპანიამ ყველა რეალის მოთამაშეს უწევდა პოზიციის დატოვება. და ყოველ მომენტში უნდა გადაწყვეტილება მივიღო რომ ზონა დაუტოვო, კაც გაუყვე, რა ვქნა და ამან ძალიან მაგრადი მუშავა. ნუ შედეგიც შესაბამისია ალბათ. თან ძალიან გახსნილი თამაში იყო, რაღაცა ბოლოს უკვე ბოლო ნაწილი ერთად გვაქვს ნანახი. აი სულ აქეთ შეტევა, იქით შეტევა, აქეთ შეტევა, იქით შეტევა. მაგის დამადასტურებელი ეკა 40 დარტყმა იყო კარისკენ და 17 კარის ჩარჩოში წარმოიდგინე უბრალოდ. წვნელი გრიზლის ანალიტიკა. თანამედროვე ფეხბურთში ეგ ძალიან იშვიათი სტატისტიკაა რა. კი, ნუ 40 დარტყმა. თუმეტეს პირველ თამაშში, როცა არიცი საპასუხო მატჩი რა გელის, ხო? ხო და ხო, მაგრამ ეს ხო რაღაც ევროპულ კლასიკად არის შერაცხული ეს თამაში და ამათ თამაშები სულ ეგეთი გამოდის. იმიტომ რომ აქ რაც არ უნდა სუპერ კლასის მცველი იყოს, ვიღაცა იმდენი შემტევი ყავს ორივე გუნდზე, იმდენად მაღალი ხარისხის შემტევები ყავს, რომ მცველების თამაში ასეთ მომენტებში იკარგება ხოლმე, იმიტომ რომ ბევრად დიდი ვარიაციაა შეტევის, ვიდრე დაცვის დაალაგების. და ამ შემთხვევაში უბრალოდ დაცვა და კედელი და ყველაფერი იყო ნორი. და კიდე ერთი მომენტი, ხო, უკან ბაიერნმა ცოტა ესე ვთქვათ დაიკიდა რა, გარისკა. ნოიერს იმედად დარჩა ძალიან, იმიტომ რომ მბაპე ვინისიუსი ორი საუკეთესო გამქცევი რო ყავს და უკან მარტო ორ ცენტრალურ მცველს რო ტოვებ. ეგ ძალიან დიდი რისკია რა. ორივე კარგი გამქცევია, მაგრამ ეხლა მბაპე ვინისიუსი უბრალოდ უპამეკანოს რატომღაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა დიდ თამაში მეტოქეს ერთი კაი მომენტი უნდა მისცეს. თუ თავი არ გაიგდო ეს უკვე კარგია ბაიერნისთვის და ერთი მომენტი რო უეჭველი უნდა აჩუქოს და აქ ვინისიუსს აჩუქა, ეგ აუცილებლად სათქმელი. ერთით მეტი კამერა თუ უყურებს მაგ ტიპს, ჩამოქცეულია ახლა. მე სკრინები გვაქვს პრინციპში რაც ირაკლის ლაპარაკსაც გადაედება სავარაუდოდ, როცა აი ამ shadow defending-ზე ამბობ. shadow defending-ის კიდე ერთი მაგალითი არის ის, რომ ვინისიუს და ბაპე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ფიზიკურ ორთაბრძოლაში არ შესულიყვნენ ამ ცენტრალურ მცველებთან და მათი უპირატესობა რაც შენახსენე, აი ეს სისწრაფე გამოეყენებინათ რა. ხო, ეხლა იმათთან ჭასთან და უპამეკანოსთან ჭიდაობას აზრი არა აქვს. მადრიდის რეალის დაცვაზე რაც აუცილებლად უნდა ვთქვა და ორივე გოლის ეპიზოდში ეს გამოჩნდა, სკრინებზეც ხედავთ. როცა პირველი გოლის ეპიზოდში, როცა ჩუამენი კარგავს საკუთარ ნახევარზე ბურთს, რეალის დაცვა დაულაგებელია და ცოტა რაღაცა ერთად შეკუმშულები არიან მცველებიც და ნახევარმცველებიც. იქ ტრენტის შეცდომაზე მე ვფიქრობ საუბარი შეიძლება ზურგს უკან გაიქცა რეალურად ლუის დიაში. კი, ძალიან უბრძოლველად გაატარა მან. ანუ არც ეცადა რომ დაინახა ბურთი სად იყო რა. ხო, კლასიკური ტრენტი საკუთარ მოედანო დაცვაში რა და მეორე გოლის ეპიზოდში, როცა ჰარი კეინი საჯარიმოს მისადგომებთან დატოვო თან მარჯვენათი რომელიც რა ვიცი, რამდენი პროცენტია იმისა, რომ იქიდან გაგიტანოს ჰარი კეინმა თან უზუსტესი დარტყმით, იქაც ისევ რეალის დაცვა ესე შეკუმშულად დგას, ოლისე აძლევს აგოლებას და კეინს გააქვს გოლი. ხო, ტრენტის როლზე ის თქვი, რომ მე რა მომეჩვენა, იცი? მან კიდევ ერთხელ და ეგ ძალიან ბევრჯერ დავინახეთ, უკვე მას შემდეგ რაც ტონი კროსი და მოდრიჩი წავიდა რეალისგან, რეალს უჭირს იმ ფეხბურთელის პოვნა, რომელიც ზუსტ პას გააკეთებს ფორვარდზე რა. რეზიმ სხვა შორის გნები რომ შემოგვაშველა, იქ ჩანს, რომ ტრენტი
ცდილობს რომ ცველების ზურგს უკან გაუჭრას ისეთი პასი ბაპეს რომ უსისწრაფეში ოპერაციაა მოუპოვებინოს და რაც თავარი ეგ პასი იყოს ზუსტი. იმიტომ რომ პიტარჩი კი ძალიან პერსპექტიული ბიჭია, ამ ასეთ დონეზე რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ეგ ბევრს ნიშნავს, უბრალოდ რა შეცდომა ციტისთან დაუშვა, გემახსოვრებად და ამონათდება კიდეც. ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა აქაც. და კარგი ის არის რომ გაუმართლა ორივე ეპიზოდში. ხო ის სწორი რაღაცა თქვი რა ტონი კროუზი. ზუსტად მაგის იდეალურ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბაიერნი რეალის ბოლო დაპირისპირებაში ალიანს არენაზე ტონი კროუსი რო აჩვენებს რომ ვინისიუს აი გამოიწი პატარა. აი ზუსტად მაგ პას უტარებს ზურგს უკან კიმი ამოყავს და ზუსტად მაგ პას უტარებს და ეგრე გააქვს ალიანს არენაზე გოლი ვინისიუს კროუსის ასისტი. შესაბამისად აი ეგ მომენტი ეგეთი ხაზის გამჭრელი პასი რომელიც ერთ-ერთზე დატოვებს და ეგეთი კლასის ფეხბურთელი ზოგადად ეხლა ძალიან აკლია ესე დიდ თამაშებში რეალს რა და ეს გამოჩნდა კარგად რაც შეეხება ულისეს კეინის და ნოიერი უეჭველიასის საუკეთესო შეტევა არის ეხლა ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და გონია რომ რაღაც ერთმანეთთან თამაშით ეს ფეხბურთელები უზომოდ დიდ სიამოვნებას იღებენ იმდენად მარტივად აკეთებენ ყველაფერს და ისე შეეწყნენ ერთმანეთს უდიდესი ქიმია აქვს იდეალურად მუშაობს და ლივერპულის უდიდესი შეცდომა არის რომ კოდი გაკპო დაიტოვეს და ლუის დიასი გაუშვეს სამუხსნელი გადაწყვეტილება მიიღეს და შესაბამისად აი სლოტის პირადი გადაწყვეტილება იყო რომ პირადი გადაწყვეტილებით ჩამოქცეული არის მაგიტომ ლივერპულსაც ვისაუბრებთ აუცილებლად. მანუ ნოიერზე უნდა ვთქვათ რა, კიდევ ერთხელ ამოტივტივდა ის თემა და ეს თემა ნამდვილად შორს არ არის რეალობისგან, რომ მანუელ ნოიერი არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე. ნოიერი არის მიჯნაზე რეალურად დაიწყო იმ პერიოდში, როცა ფეხით თამაში ეგეთი მნიშვნელოვანი არ იყო და ეს ტიპი რო თამაშობდა ფეხით ეგეთ დონეზე, მაშინ არც აქცევდა ყურადღებას ვინმე, რომ მეკარეს ფეხით კარგად უნდა ეთამაშა და 40 წლის ასაკში ტრავმიდან დაბრუნდა. 41 არის ხო უკვე? აი ჩავხედოთ აგერ ზუსტად. 41-ის გახდა უკვე. ამ ასაკში, არა 40-ის არის 27 მარტს ხდება. არა, უკვე გახდა 40-ის. და ეგეთ დონეზე ტრავმიდან დაბრუნებული კაცი რო თამაშობს, აი ძალიან ბევრი ბურთი აიღო, ნუ დაწვენებული ვარ ნახავდით იმ მომენტებს. ამბობდი კიდევაც რომ მეთქი ურბეგი უნდა დადგეს თქო, იმიტომ რომ ძალიან არეული სეზონი ჰქონდა ნოიერს. ბოლო წლები ეგეთი სეზონი აქვს, ბექა უბრალოდ არ იმჩნევს როგორ დაბრუნდება ტრავმიდან. რა დაბრუნდება თუ არა ეგრევე რეალის ფანებმა იწვნიეს როგორც იქნა თავის თავზე რომ აი მეკარე რომ თავს იგიჟებს და ყველაფერი რა შეგრძნება აქ მოწინააღმდეგე გუნდს აი კარგად გამოსათეს ამ თამაში. კი ბატონო, ბოლოს ვიკითხავ და გადავიდეთ პრინციპში შემდეგ თამაშზე. ამ თამაშს იმიტომ დავუთმეთ ამდენი დრო რომ ამ დღეს მეორე თამაში რაც იყო იმაზე ბევრი არ გვაქვს სასაუბრო. არა, ამ თამაში ის დავამთავროთ რომ ჩუამენი გამოაკვდება განმეორების შეხვედრაში და ნუ ბელინგემი იქნება 100%-ად ანუ ძირითადში. ჩემი აზრით აი ბოლო მომენტებში ბოლო 10 წუთის განმავლობაში ბაიერნი იმდენჯერ გავიდა კონჩეტევაზე 2-2-ზე, 3-2-ზე, რომ იქ ლუის დიასმა ვერ გაუკეთა ერთხელ ულისეს პასი. ერთხელ ულისენ ვერ მიიღო. ერთხელ ულისენ ვერ მიიღო. ერთი იყო რომ დარტყმა ამჯობინა არ მახსოვს ზუსტად რომელი ფეხბურთელი იყო, ჰარი კეინი ხსნებოდა ცალ ზონაში და დარტყმა ამჯობინა, იმიტომ რომ აი ნახევრად ერთ-ერთზე იყო, ცოტა კუთხეს უფარავდა მცველი. ბაიერნმა იმდენი მომენტი ვერ გამოიყენა მატჩის ბოლოს. თუ იმასაც ვარ ჩავთვლი რომ ბაპემ უაზროდ რაოდენობის მომენტები აფუჭა რომ ხო არა ისახება ეს რაღაც უარყოფითად განმეორების შეხვედრაში, იმიტომ რომ მაინც რეალია და ვიცით რომ თუ რაღაც მუხტი დაიჭირეს ყველაფერი შეუძლია. გადაწყვეტილი არაფერი არ არის ამ თამაშში. საგანგაშო მომენტია რა რეალისტვის. აი ბოლოს ეგ მომენტები რაც თქვი, ნუ ეგ იყო სუფთა ქაოსი რა, ქაოსური თამაში, აქეთ-იქით შეტევები გახსნილი შეტევაში მცველები ჩართვას ასწრებდნენ უკან დაბრუნებას ვერ ასწრებდნენ ოღონდ ორივე გუნდში აი არეულობაში რომელიც რეალს ყველაზე მეტად მოწონს და ყველაზე კარგად მანდგრძნობს თავს მანდაც აჯობა ბაიერნმა ეგ ალბათ რავი რეალის ფანებისთვის ცოტა ვაი რა ხდება თემაა რა ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მადრიდის რეალია და აქ ხო ძალიან შორს ვარ იმას რისგან რომ ყველაფერი გადაწყვეტილია უბრალოდ რომც გავარდეს რეალი, ახლა ამ მიუხედის ბაიერნთან გავარდნა სირცხვილი არ იქნება ბუნებრივია და ბაიერნმას ოდესღაც უნდა მოუგოს რეალს და ამ საუკუნეში ხო ერთხელ ყავს გაგდებული მე მგონი მარტო ხო? რამოსმა რო ააცილა მაშინ. ხო, დანარჩენი ყველა თამაში მოუგო. კი ბატონო. ანუ რეალს აგება არა აქვს ბაიერნი. ამიტომა ყველაზე მაგარი გუნდი ბექა მე მგონი. კარგი, სპორტინგი არსენალი იყო მეორე თამაში. სავარაუდოდ ამ თამაშს შეიძლება არსენალის ფანებიც კი არ უყურებდნენ, პარალელურად ისეთი ამბები მიდიოდა და პრინციპში არც თამაში გამოვიდა ისე, უბრალოდ ერთი ის უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ გიორგი ქოჩორაშვილი სადარიგო და სკამზე იჯდა და დაბრუნდა ტრავმიდან ქოჩორა.
თუ ვინმე ამ თამაში არ იმსახურებდა წაგებას, ეს ცალსახად იყო სპორტინგი, ძალიან ბევრი მომენტი შექმნა. დავით რაია გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს ყველაფერზე აისახება, ხო? ბევრი სეივი ჰქონდა, 5 დარტყმა ჰქონდა სპორტინგ კარში და რაიამ ყველა აიღო, ასე ვთქვათ. უბრალოდ ეგ არის რომ არსენალმა მოიგო მაინც, სხვა შორის კაი ჰავერცმა გაიტანა და მარტინელი მაგარი პასი მისცა. ხო, როგორი სიტუაცია იყო. იცი, აი მთელი თამაში ძალიან კონცენტრირებული იყო სპორტინგი. მთელი ძალები დაახარჯეს იმას, რომ სახში არ წაიგოთ და პირიქით მოეგოთ ეს თამაში. თან ამ სეზონში მაგარი სახში არ აგებს თამაში. სახში არ ქონდა წაგებული თამაში. და ერთი მომენტი დააკარგეს კონცენტრაცია, გაიპარა და ეგ არის კლასი, რომ დასაჯეს ეგრევე და ხავერცმა გაუტანა და ეგ არის ჩემი აზრით ეგ იმდენად განამწყვეტი მომენტი არის, რომ რაღაც დონეზე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აქ დასრულდა ეს დაპირისპირება. კი, მეც ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ აქ არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაღაც სენსაცია შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს ბადიდან გამომდინარე, ისე მარტივი ბადე შეხვდა არსენალს, რომ ამის განიავება წარმოუდგენელი მგონია, მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ FA Cup-ზე წააგეს, EFL Cup-ის ფინალი წააგეს, FA Cup-ზე საუთჰემპტონთან გამოვარდნენ და რაღაცა ის ჭირდებათ პირველ რიგში ემოციური სტაბილურობა, რომ პრემიერ ლიგის დიდად არ სადარდებდათ ის თასები და რაღაცეები. ეგეც არსენალის ფანების ბრალია, რომ აი კვადრუპლი და აი ყველაფერს მოვიგებთ და რაღაცა. კი არა, ჩემპიონთა ლიგას რო დაიკიდონ, მე მგონი გაგებით უნდა მოიკიდონ არსენალის ფანები რა. ხო, ეხლა იმდენად მნიშვნელოვანია ეგ ტიტული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგა და ეს ძალიან კაი შანსი აქვს მართლა რომ ნახევარფინალი ითამაშოს, წინა სეზონის ნახევარფინალი ითამაშა. გემახსოვრებათ იმან PSG-მ რო გამოაგდო და მეც ვფიქრობ, რომ 90%-ით არსენალის შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვეტილია. ალბათ ფეხბურთის ჭრილში რო შევხედოთ, ეგ კარგიცაა რა, არსენალი უფრო იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას, თუმცა ვნახოთ. კარგი. მოდი გემრიელ უკმა ბოლოსთვის და ბარსელონაზე გადავიდეთ. კი ბატონო, უბრალოდ მე უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს აუცილებლად, რომ გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი, დაალაიქოს ეს ვიდეო, ეს სწრაფად რო ვახერხებთ იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშები განვიხილოთ და შემოგთავაზოთ ახალი ვიდეოები, მე მგონი რომ მაგას ვიმსახურებთ. იუბილარის სიტყვა დღეს კანონია ბექა და მოდი მეორე დღესაც იუბილარი გახსნის. ხო, მეორე დღესაც მე კი ბატონო. ნუ მან თავარი მომენტი რაც არის, აი პენალტის ეპიზოდი მინდა რომ თქვა რა ენა ეფხანება რაც იწყებთ ამაზე. იმიტომ ჯერის მაინც ვი როგორ მორჩა ეგ თამაში იქნება არ იცის ვიღაცა. როგორ მორჩა 2-0 მოიგო ატლეტიკომ გასვლაზე, ნუ კაცი პენალტის ეპიზოდზე სწორედ რეალი ბაიერზე შეგვიძლია ვისაუბროთ. პენალტი, რომელიც ერთი და იგივე ადამიანმა ერთ თამაში ჩვენს გიორგის დაუდო და ბაიერსა, მაგრამ მე მგონია რომ ეს უფრო პენალტი იყო ისეზე. ვიდრე პენალტია ლუკას ვასკესის ეპიზოდი. ნუ ამიტომ მე ბევრს არ ვაფერს. შეიძლება არა. ნუ ეგ უეჭველი პენალტია, მაგაზე ორი აზრი არა. ოლისეზე? არა, ორივე, ისიც და ესეც. ხო, ისიც. უბრალოდ ის დადო და ეს არ დადო, ეგ არის იგივე. ხო, ნუ მე ამიტომ თუმცა სხვანაირად რო შევაფასო. იმაზე იმნელი ლანძღეს რომ ეთყობა აი აღარ მინდაო რა ისე. მან იმდენად ბურთის კონტროლის არ ქონია ლუკას ვასკეს ამდენიც ოლისეს და აქ აშკარად უკნიდან არის შეხება და დაჯარიმდა ოლისეზე. ეგ არის გაურკვეველი, თან ძალიან მსგავსი ეპიზოდია, თან ერთი და იგივე ადამიანს დაემართა. იმ ადამიანზე მე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ცდილობის ფარგლებში გამოკიდება, მაი რამდენი წელი გავიდა იმ თამაშის მერე, მე მგონი 8. ყოველ 2017-ში? 2018-ში მე მგონი. და ესე იგი არა 2016-ში საერთოდ მე მგონი. ყოველ ჯერზე როცა მაიკლ ოლივერს ხედავ პრემიერ ლიგის თამაშებზეც, აი არასდროს არ მეზარება კონკრეტული ფრაზების წარმოთქმა და ამიტომ ეხლა ძილობის ფარგლებში დავრჩები და არ ვიტყვი არაფერს. ისა მეხდი ბენატიას რატო არ ერჩით? მეხდი ბენატიამს რა ექნა ეხლა? კაი, არ გვინდა მაგაზე საუბარი. ძალიან რაღაც ცუდ რაღაცას მახსენებ ეხლა. თან მაგ თამაშს ვერ ვუყურე, შეგახსენებ. ხო. დუბაიში მივფრინავდი და რო ჩავფრინდი, ნახე რომ 3-0-ს ვიგებდით. მე რესტორანში მივედი, აბაზანაში შევედი, ტელეფონი ასე გარეთმედო და დავხედე და წითელი ბარათი ეწერა იუვენტუს პენალტი და ნუ პენალტის არა ნორმალური ურტყამდა და შესნი კი არა, 3 შესნი ვერ აიღებდა მაგას და არ გვინდა მოკლედ მაგას საუბარი, გადავიდეთ ახლა იმაზე გაქ რა ქვია, სასაუბრო ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა. ძალიან საინტერესო წესი აღმოვაჩინე, რომელიც მეც არ ვიცოდი. და რაღაც Facebook-ზე ხდება ხოლმე ერთი მსაჯი განეხილავს თითოეულ მომენტს, რატო იყო ან არ იყო მომენტი და ვსაუბრობ იმ მომენტზე, აი მას რო დაუგორა, რა ქვია, ხიმენეს არ დაუგორა? ხელს რო კიდებს რა საჯარიმოში, რატო არ იყო ეგ პენალტი? თურმე გაბრიელის მომენტი გახსენდება ალბათ პირველი, ევერტონსაც არსენალი ბაიერნშიც იყო,
ბევრგან იყო ეგ მომენტი. მან თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის იცი რა? ვისაც ბურთი არ აქვს დაცვაში ვინც არის. ის პრესინგზე მიდის თუ არა? თუ უბრალოდ დგანან და ანუ სასტვენია ეგ ყველაფერი უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება თუ დაცვითი გუნდი დგას. ანუ იმიტირებული პრესინგი მაინც რო ყოფილიყო, ან უბრალოდ გაქცეულიყო, ან ესეც არის. არა, მაგ დროს დაცვაში დგახარ რა, ანუ დაცვაში ვდგავართ და მეკარე ათამაშებს ბურთს. მაგ დროს ან ფლანგიდან რო წამოსულიყვნენ მოთამაშეები, ან საჯარიმოს ხაზთან ვინც არის ის რო გაქცეულიყო პირველივე შეხებაზე, ეგ იქნებოდა პენალტი. მაგრამ რადგან ბარსელონას ფეხბურთელები იდგნენ და პოზიციები არ შეუცვლიათ, მაგის გამო არ დაინიშნა 11 მეტრიანი. ანუ საჯი თურმე მაგ დროს უყურებს რას აკეთებს გუნდი, რომელიც პრესინგზე უნდა მივიდეს. ანუ იმიტაციაც კი რო ყოფილიყო პრესინგის, პენალტი დაინიშნებოდა. ეგ საინტერესო რაღაცა. ხო. ეგეც არ არის აბსურდული. იმიტომ რომ ნახე, თუ მაგ დროს რა არის, ხელს რო ცოტა აბსურდული არის, აი, მაგრამ ანუ კარგი მოკლედ. თუ არ ვარ წნეხის ქვეშ, არა, ასე გავიგე რასაც მეუბნები. ესე იგი იმას შეიძლება ბურთი გადავდო. ხელით თამაში იმდენი ინტერპრეტაცია მიეცა. აუ, აი, საერთოდ დებილობაა. აი, ბურთის ხელზე აღება დადერა პენალტი მეტი რაღა უნდა. აი, ხელით მეტი რაღა უნდა ქნა, თუ ბურთი ავიღე ხელით და მეტი. ხო, არა, უბრალოდ მან არ ჩაითვალა ის, რომ თამაში იყო დაწყებული, იმიტომ რომ ბარსელონას ფეხბურთელები არ წავიდნენ პრესინგზე. არა, გავიგე. ეხლა რომ დაუფიქრდი, გეთანხმები ძალიან დებილი წესია რა. მაგრამ ხელით თამაშს დაუბრუნოთ თავისი სტატუსი ფეხბურთში. ფეხბურთია და არა სანამ ხელბურთად იქცა, ან რაღაც ამერიკული ფეხბურთი ხო არის ხელით რო თამაშობენ და ეს იქნება ევროპული ფეხბურთი, რომ ხელით რაღაც პონჩი მოსულა და ეს ესპანური დაპირისპირება სულ ისეთია, რომ თამაშის მერე წაგებული მოგებული ყველა წუთი. სხვათა შორის ეს დაიწერა წერა მკითხველობდი სანამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ ბარსელონა ოფიციალურად აპირებს, რომ გააპროტესტოს მსაჯის გააწყვეტილებები ამ თამაშშიო და ბექას თქმის არ იყოს, ანუ ეგ ტრადიციად იქცა, რომ აი სულ ვიღაცა გაიქცევა UEFA-ში იჩივლებს. კონკრეტულად თამაშზე რა ვთქვა, დიეგო სიმეონეს კონკრეტული გეგმა ჰქონდა და რთულია კამპ ნოუზე თამაში გაუხსნა, მით უმეტეს როცა ატლეტიკო ხარ არც აპირებ გახსნას და ბარსელონა 10 კაცით სანამ დარჩებოდა და 10 კაცით დარჩენის შემდეგაც უნდა ვთქვათ, რომ უკეთესი იყო. ერთ-ერთი რო დასრულებულიყო ეგ მატჩი, ვთქვათ, მე მგონი რომ წინააღმდეგი არავინ არ იქნებოდა, იმიტომ რომ რეალურად ბარსა იმსახურებდა, ანუ ესე 2-0 წაგებას მე მგონი რომ არ იმსახურებდა, თუმცა ატლეტიკო მადრიდი ძლიერი გუნდია იმ სათამაშო კომპონენტებში, რაც ატლეტიკომ კარგად იცის, დაცვით თამაშს გულისხმობ. კი ბატონო, ანუ მომენტებს შექმნის ბარსელონა აუცილებლად, მით უმეტეს, ლამინ იამალს ჰქონდა რაღაცა ფენომენალური მატჩი და მართლა მიჭირს ზოგჯერ იმის გააზრება, რომ ეს ბავშვი 18 წლისაა და 18 წლის ესეთ დონეზე რო თამაშობ, მართლა არ ვიცი რა ნიჭი დააბერტყა ღმერთმა ეგეთი რა ჩაბანა ეგეთი. ხო, უბრალოდ იცი რა არის? წითელ ბარათზე იყო კიდე საუბარი აქეთ კოკეს ჰქონდა რამდენიმე დარღვევა, საჯმა არც ერთხელ არ ამოუღო ბარათი, მერე დაუგროვდა ერთხელ ამოუღო, ბარსას ფანების აზრით კოკე გასაგდები იყო და უბრალოდ ეგ არის პატარ-პატარა ფოლები და ზოგჯერ პატარაზე მეტი ფოლი როგორ აიკიდოს ატლეტიკოს ფეხბურთელმა ეგ კარგად იცის და საპასუხოდ მოხდა ის, რომ ერთ-ერთზე გასული ჟულიანო სიმეონე მან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ ხელს როგორ თქვა სწორად კრავ ხელს თუ ფეხით გამოედები, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ მაღალ სიჩქარეზე, ერთი პატარა შეხებაც კი მაპროვოცირებელი არის იმის, რომ ფეხბურთელი წაიქცევა და რო გაეშვა თქვა ყუბარსის კაცმა არ იცის იქ რა მოხდებოდა, ბუნებრივია ერთ-ერთზე რჩებოდა ჟულიანო სიმეონე ჟოან გარსიასთან. უბრალოდ რთულია მაგ დროს, რომ მოდი ახლა მე ამას არ გავეკარები, იმიტომ რომ 100% ჩართული ხარ თამაში, ცდილობ რომ კარი დაიცვა და მოდი მე არ გავეკარები და კარგი, ანუ ძალიან რთულია აქედან თქმა, რომ არ გაკარებოდა კაცო გაეშვა. ხო ეს არ გაკარებოდა გაეშვა. მე იტყოდნენ რატო გაუშვაო? ბასტონი რატო გაილანძღა მაშინ. მან ხო ის როგორი რაღაც მაგ დროს უკვე შენ თავმჯდარი უყურებ და იწყებ მათემატიკას, რომ ეგ ძალიან რთული მომენტია ფეხბურთელის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ კონცენტრირებული ხარ, რომ მაქსიმალურად აღკვეთო ყველა ფეხბურთი რაღაც ის, რომ შენ მოწინააღმდეგე კართან არ მიუშო. თუმცა რაღაც დონეზე ვფიქრობ, რომ აი თუნდაც ბასტონის მომენტი, თუნდაც ეს კუბარსის მომენტი თამაშის ადრო არის, ხო? პირველი ტაიმია როგორც მინიმუმ და ეგეთ სიტუაციაში როცა ბარსელონა ხარ და გოლი რომც გაუშვა სიტყვაზე თქვა. გიჩემნია რომ ისევ 11 კაციც გქონდეს გათანაბრებში. ანუ ნახე
ნახევარი წამიც არ გაქვს მაგ გადაწყვეტილების მისაღებად რა. არა, მესმის, მაგრამ ეხლა მაგის ჩამოყალიბებს თვითონაც ხო იგივე უნდა ჩამოყალიბოს. შენ ხო ცენტრალური მცველი ხო? უკვე ხო შეცდომა გაქვს დაშვებული რომ მოწინააღმდეგე მაგ პოზიციაში აღმოჩნდა. ხო. და ჯობია რომ ეკარის იმედად დარჩე, ანუ მაგ შეცდომაში მეორე შეცდომას ამატებ პლუს გუნსტოვება 10 კაცით და თითქმის გამსაზღვრელი დაპირისპირების გამსაზღვრელი შედეგი მივიღეთ, იმიტომ რომ ახსენოთ რომ გუნდი რომელსაც სახში ორბურთიანი სხვაობი წაუგია და შემდეგ მომდენო ეტაპზე გასულა არის ვინ? არის ერთადერთი საიდან მანჩესტერ იუნაიტედია. ერთადერთი არის მანჩესტერ იუნაიტედის სხვა შემთხვევა ეგეთი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად საერთოდ არ გამორიცხო რომ აქ დაფიქსირდეს. მეც არ გამორიცხავ იმდენად მაგას. ჯობდა ბარსა. კი, მეც არ მაგრამ გამორიცხავ. ის არის პროფესორი როგორ დავუნგრიოთ ცენტრალურ ცვალა დამირეკა ჩამოდიო აღარ მყავს აღარავინ. სხვათა შორის ცენტრალურ ცვალებზე გამახსენდა და ეგ აუცილებლად სათქმელია რომ ერთი რომ პუბილი გამოაკლდა ყვითელი ბარათების გამო ჰანსკო დაიმტვრა. კაცმა არ იცის შემდეგ თამაშს ითამაშებს თუ არა ეგ ნიუსი ჯერჯერობით არ შეგვხვედრია და ნუ როცა ვსაუბრობთ ავტობუსზე და ატლეტიკოს დაცვაზე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელემენტი. ახლა მაგალითად ლენორმანდი ყავდა, ხიმენეს საერთოდ არ იყო ძირითადში, იქ სავარაუდოდ იქნება ძირითადში. ხო, უბრალოდ ეგ არის რა, არ შეუტევს ატლეტიკოს სახლში, თუ არ დაშირდება. კოპა დელ რეიზე თუ გახსოვთ რომ მოუგო 4-0, მეორე დღეს კითხეს რომ აპირებთო კამპნოუზე გამოიყენოთო ეს მაღალი დაცვის ხაზი, რომელიც ბარსას ახასიათებს და არ მაინტერესებსო ჩვენ არ შეუტევთო რა და ნუ იგივეს აპირებს. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ანუ ყველაზე ნაკლებად ამ წელში მგონია რამე დამთავრებული ბარსა, ესა ბაიერნი რეალის შემდეგ. სტატისტიკა და ისტორია ბევრს გვეუბნება. ხო. მაგ თამაში კიდე ერთი ეგ მომენტი ის ვერ დავაფიქსირე. კოკე უფრო უნდა გაიყვანა პირველ ტაიმის მერე სიმეონის, ვიდრე პედრი ფლიქს. ანუ მან ტრავმა მიიღო პედრი, ანუ არ ჩანდა ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ თან კაცოინება პედრის რამე ტრავმა აქვს? აი მოუწერო. თან ის არა. პედრისაც ყვითელი ბარათი ჰქონდა რა, მაგრამ ყვითელი ბარათის გამო თუ გაიყვანა, იქ ხო პედრი ამ ჯერ საц ლანძღავს ერთ წამით ეხლა ეგეთი რაფინიას დანაკლისი რო კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეგ აუცილებლად სათქმელია გასაგებია რეშფორდს სხვა შორის უთ თამაში არ ქონდა ბევრი მომენტი შექმნა რა უბრალოდ ეხლა რაფინიასნაირი X ფაქტორი ბარსელონასთვის რეშფორდი არ იქნება იმიტომ რომ ის ცოტა სხვა მახასიათებლების ფეხბურთელი თავი დავიზღვიეთ ტრამვისგან მცირე ტრავმა აწუხებდაო პედრის კი ბატონო მეორე მეკარე მითამაშა ძალიან კარგად ხუან მუსუმ ატლეტიკოს მეორე მეკარე. სხვა შორის უსულ რაღაც ძირითადისკენ მიცემს. ხო, ანუ ზედმეტად კარგი მეკარეა იმისთვის რომ ბექაპი იყოს მე მგონი რა და. ხულიან ალვარეზე რო არ თქვა რეზი ალბათ ფეხი ჩამოვა და ის მიმი რომელიც დავდეთ ჩვენს Facebook-ზე სავარაუდოდ ნახავდით რომ რეზი ცალი თვალით ტიროდა რომ ბარსას კაცი გაუგდეს და მეორე თვალით ბედნიერი იყო იმიტომ რომ ხიმენესმა საოცარი გოლი გაიტანა და ბარსელონას მაგაშიც არ გაუმართლა. 10 კაცი დარჩა და ჯარიმიდან მიიღო. ანუ პენალტის რო გაგიტანენ ერთი შეჩეული ხარ რა რო პენალტი და ჯარიმას რო გაგიტანენ კიდე უფრო სიგიჟი. კარგი. ხوار დავსვათ შეკითხვა. დავსვათ. შეგვიძლია დავსვათ. თითქმის ბოლოსკენ გავედით. რადგან ჩვენ ვათამაშებთ დინამო თბილისის და დინამოს ბათუმის მატჩის ბილეთებს, ჩვენ გვექნება ასეთი შეკითხვა, რომ კომენტარებში დაგვიწეროთ თითოეული გუნდიდან რომელი იყო ისეთი ფეხბურთელი დინამო თბილისის და დინამო ბათუმის უკანასკნელი ელიგის ბომბარდირები დინამო თბილისის სახელით და დინამო ბათუმის სახელით. მე პატარა მინიშნებას გავაკეთებ რომ თანაბომბარდირები გახდნენ ეს ფეხბურთელები. თანაბომბარდირების გამხდარან და ცალკეც გამხდარან ბომბარდირები ორივე მათგანი. უბრალოდ ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა ისე რომ თანაბომბარდირები იყვნენ. ნუ ხო, ვიდეო უნდა დაალაიქოთ. არხი უნდა გამოიწეროთ იმისთვის რომ ამ გათამაშებაში ჩაერთოთ. ჩვენ კი გადავიდეთ გემრიელი ლუკმა, როგორც ირაკლიმ თქვა, ქართული დერბი, ორი ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში უმაღლეს სტადიაზე რეალურად და თავიდანვე ვიტყვი და დავასპოილერებ, ვინც თამაში არ უნახავს, რომ ორივე გუნდში საუკეთესოები. ყოველ შემთხვევაში ბევრი ერთი მატჩი საუკეთესო გახდა. ხო, ნუ ხვიჩი, მაგრამ ეგ ბექა ჩაოლებრივი რაღაცა. ორი საუკეთესო ქართველია. ხო, ანუ ხვიჩა რომ MVP გახდებოდა ეგ ჩაოლებრივი მოვლენა უკვე მაგას დავეჩვია და გიორგი მამარდაშვილი რო გახდა ლივერპულის მხრიდან საუკეთესო ფეხბურთელი, ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს თვითონ მამარდასვის პირველ რიგში, იმიტომ რომ რთული თამაშთან მოვიდა აქ 4 გოლი გაუტანა სიტიმ და დავიწყოთ თუ გინდათ მე დავიწყებ არ მაქვს პრობლემა. მე დავიწყებ თუ გინდა. კი ბატონო. იმ არნე სლოტმა თამაშის წინ პრესკონფერენციაზე ასეთი რაღაცა ორი რაღაცა თქვა ერთი უაზრობა და მეორე სიმართლე აღმოჩნდა. პირველი თქვა რომ
მე ფეხბურთელები გამავთხილებ რომ წარმოიდგინეთ 90 წუთიო სარეცხ მანქანაში იქნებით. და სარეცხი მანქანა, ხორცაკები მანქანა, ყველაფერი ისეთ ტემპში ეთამაშნენ და ისე აურიეს თავზე, აი ყველა ფეხბურთელი იყო მომენტები, როცა ჰაკიმი მარჯვენა ფლანგინა ხდებოდა მარცხენა ვინგერი. ნუნუ მენდეში რაღაც ცენტრ ფორვარდი იყო რაღაც პერიოდი, იქიდან ვიტინია, ნევეში შერბენები. აი მგონია რომ 25 წუთისთვის ლივერპულის ფეხბურთელებს აი უნდათ რომ პროცესს დამდგარიყვნენ და კარგად ამოესუნთქათ. ან ეტირათ და სახლში წაგვიყვანეთ თორსა. ხო, ანუ ეგ არის დედამი. ეგ არის ტაქტიკურად, ტექნიკურად, ფიზიკურად აბსოლუტურად განადგურება იყო და ჩემი აზრით ის უპირატესობა რაც ჰქონდა PSG-ს ამ თამაში ანგარიში იმდენად კიდე არ ასახულა. და ეგ მამარდაშვილი რო არ ყოფილიყო, რომელიც არის ცალსახად მამარდას დამსახურება, იმიტომ რომ ინტერის ანტირეკორდს მოხსნიდნენ. კვარას ისეთი რიკოშეტიდან უგებს იმ ბურთს, მართლა უმაღლესი დონის სეივი არის. დუესთან რაღაც ის გაიშალა ნოიერის სტილში და 1-1-ზე 100%-იან გოლს გადაარჩინა ლივერპული და ფეხებქვეშ რო ცდილობდა გაეცა. ხო, ნუ სამწუხაროდ აი 50-50-ზე ვარ რომ შეცდომა დაუშვა თუ არა პირველ დუეს გოლზე. არ დაუშვა შეცდომა. იმიტომ რომ იდეაში სწორად იდგა არასწორი გახადა ეგ დგომა რიკოშეტმა. არა, გასაგებია, მაგრამ წარმოიდგინე მამარდას გაბარიტები და აი ბურთი რო ზუსტად კარის შუაში ეგრე ეშვება, მაინც მეკარისკენ ძალიან უიღბლო მომენტი იყო რა ვთქვათ, მაგრამ მაინც ხო ისი მეკარეზე რაღაცა რო თქვა, იმის საშუალება უფრო გაქვს, რომ ვიდრე დამრტყმელი გაამართლა მაგ შემთხვევაში რა. იცი რა, ერთ მამარდას ისი რითი გავამართლებდი მე პირადად, რომ დეზირე დუე საჯარიმოში ეგრე არ უნდა დატოვო რა. აი ეგრე ცოტა მაინც უნდა შეაწუხო რაღაცა დაუძახო მაინც რომ ვერ გაიტანდა აზზე არა რაღაცა მაინც არავინ არ შეაწუხა სანამ არ დაარტყა ანუ კაცშულმა მიდი მანდ განსაკუთრებით კინეული რა არის იცი ბურთი გადააფრინდა ზუსტად იქ სადაც იდგა რა 30 სანტიმეტრით იქიდან აქეთ რო ყოფილიყო ერთი ნაბიჯის ხო აი მე აქეთ კამერით შევხედავ უყურებდი წეღან ანუ ერთი ნაბიჯით უკან რო ყოფილიყო მიასწრებდა უბრალოდ ეგ არის ზოგადად როდესაც მეკარე გოლს უშვებს რიკოშეტით მანდ მეკარის ბრალეულობა მცირდება იმიტომ რომ კაცმა არ იცის ეგ ბურთი სად მიდის უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ ერთი ნაბიჯით უკან ყოფილიყო გიორგი მამარდაშვილი და უფრო მეტი შანსი ექნებოდა რომ ეგ ბურთი აიღო. თუმცა ერთი ნაბიჯით უკან რო არ ყოფილიყო, მაშინ რიკოშეტი თუ არ იქნებოდა, უეჭველი გოლი იყო. მე არ ვიცით ეხლა წავიდოდა. ეგ კაცმა არ იცის. ლოგიკურად ეგ. ხო, მე უბრალოდ ლივერპული განსაკუთრებით სუსტ გუნდად მომეჩვენა. გოლი იყო და მაგანაც 11 წუთზე გავიდა ეგ გოლი რა. მაგანაც თამაშის სურათი უფრო შეცვალა, იმიტომ რომ ლივერპული რადგან 5 მცველით იყო სიტყვაზე ვთქვათ, აი გაეძლოთ ამ შეტევებისთვის რომ იმიტომ რომ ას ვერ გაგიტანეს პრინციპი რა მთელი თამაში ერთი რო გაზის და ეს უძლებს მაინც სერიის მე რაღაც მომენტს დაიჭირს რა შესაბამისად აქ უკვე რადგან პირველი ცეცხლი გაისვა ასე ვთქვათ PSG-მ და ის გოლი გაიტანა ბევრად მოეშნენ და აი მაგის მერე დაიწყეს რომ გადავლა სარეცხი მანქანა აი მაგის მერე ეგ იყო რომ წყალი შეუშვა და მე დედედედედედრო ის სარეცხი მანქანა ფაროხტონაო სარეცხი მანქანა კიდე იმას სლოტზე ორი უაზრობა თქვა ეს კონფერენციაზე თამაშის წინ ერთი ის რომ ყველაფერი ისე თუ წავიდა მე როგორც მინდა კარში არ დაარყავენო მე კარეს არ თუ არ დამჭირდებაო და მაგის გაგზავნება თქვა იმედია გიორგი ერთორ გულს აიღებსო ანუ ეგ როგორი ეს არნესოტი ძალიან გვკბენს და ქართული არა სეზონის ბოლომდე ხო მეც ეგრე ვფიქრობ ბებია ჩემი რომ ლივერპულის ფანია ხო იცი ერთი სული აქვს რომ სლოტი გააგდონ აი 88 წლის ქალის სანატრებელი რომ გახდება რომ სლოტი გააგდონ ლივერპულზე აუცილებლად უნდა ვთქვათ აი ეს ბეკამ რაც ახსენა სლოტის გადაწყვეტილება იყო ის რომ მე როცა თამაშის ძირითად შემადგენლობა გამოქვეყნდა ნუ ის რომ სალაჰი არ იყო ძირითადში გასაგებია მაგაზეც ვიტყვით ხუთი მცველი როცა დავინახე მე ვიფიქრე რომ კვარას რა თქმა უნდა და მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის განსაკუთრებით უფრთხის და ფრიმპონგს აქედან დამზღვევად უყენებს იმას გომეს და ორი მცველი იქნება. მე აღმოჩნდა რომ გომესი იყო მარცხენა ცენტრალური მცველი, ვან დაიკი იყო შუაში და კონატე იყო მარჯვნივ. იდეაში ეს გაკეთდა იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ნუ ცრუცხრიანი ეს დემბელე იმდენად მაგრად ამოდის მოედნის ცენტრში და იქიდან აწილებს სავარაუდოდ დემბელესზე პერსონალური თამაში და დაცვა დაივალა ვან დაიკს და
მოდი თუ ვან დაიკი გადაწყვეტს რომ დემბელეს ამოყვეს, მაშინ უკან კაცი არ დამაკლდეს რა და ისევ კონატე და გომესი იყოს. უბრალოდ ძალიან რთულია აქამდე რომ ხუთი მცველი აზოს არ გითამაშია და ეხა უცებ გამოხვიდე PSG-სთან და ითამაშო ხუთი მცველი. ეს ერთი. სკრინებზე ჩანს რომ მეორე ტაიმში განსაკუთრებით, როცა ლივერპული დაიღალა ბექა ამბობდა რომ ვერს უნთქავდნენ ლამისო და როცა ლივერპული დაიღალა, ხვიჩას გოლიც იქედან მოვიდა რომ ეს სამი მცველი ისე დგას, კონატე ამოსულია წინ, ფრიმპონგი ფლანგზე დგას და სიურცე რეალურად ვან დაიქსა და კონატეს შორის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ კონატე ამოვარდნილია. იქ შევიდა ხვიჩა და გოლი მოყვა ამ ყველაფერს და იგივე მეორე სკრინი ჩანს, როცა ხვიჩა უკეთებს ამჯერად მას ნუნუ მენდეშს და ნუნუ მენდეშის ისტრაფის ფეხბურთელი როცა იმ სიმცეში შევარდება, გადარჩა მანდაც რეალურად ლივერპული გოლს. ლივერპული არის ძალიან სუსტი გუნდი და მე მიუხედავად იმისა, რომ ენფილდია, სასწაული შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ, ერთი კარგი ლივერპულისთვის ის მოხდა, რომ 2-0-ზე მეტი არ წააგო მართლა, თორე ახლა ლივერპულის რეალური საგოლე მომენტი მე იქვე ვერ ვნახე, უბრალოდ იმდენად გამოფიტულია ეს გუნდი. არ მჯერა მართლა რომ ენფილდზე რა, იქაც მოუგებს PSG ჩემი აზრით რა. ხვიჩაზე უნდა ვთქვათ ერთი რაღაც რა. სანამ ხვიჩაზე ტკბილი ლუკმა. სალაჰზე უნდა ვთქვათ უეჭველო, სავარაუდოდ ისე გამოვიდა რომ პენალტი გააფუჭა სიტისთან, ცუდი თამაში ქონდა, იქ მამარდას რო საგოლე პასი გაუფუჭა, კარში ვერ ხო, ერთ-ერთზე ვერ გაიტანა. რამდენი ხანი ეს სკეპლაკ გადააწნეს სალაჰს მოკლედ და ძირითადში რო არ იყო დარწმუნებული ვიყავი რომ არ ათამაშებდა საერთოდ. ლივერპული აირია რა. ფოგასოს ჯუბარო იყო. აი მასლა გადაბერება და დაბერება ეთქვა. როგორც მოარული და იქაური დამსწრე საზოგადოება გვეუბნება, ვინც თამაშზე იყო, რომ აი ყველა გადაწყვეტილებას უწუნებდაო მან და იგივე ხელებს უშილდაო რა მამარდას. ას პასებზე წინ დაატანას და გუნდში ანუ ფაქტობრივად თუ ეგეთ სიტუაცია არის, ანუ გამოდის რომ სულიად მორყეულია სისტემა, გუნდურობა არ გააჩნიათ, მაგათ შედეგებზეც ეთქვა. და შედეგებზეც და სობოსლაის ცენტრალური ნახევარმცველის ინდივიდუალური კლასი და უსატობა ეგეთ თამაშებს ვერ მოიგებს. როცა შეტევაში არანაირი ფანტაზია არ არის, ხარისხი არ არის, რაც თავარია და ისაკის გამოყვანა. გეგმა არანაირი არ აქვს და ისაკის გამოყვანა არის, რომ აი ხო იცი ფორცაკებში რო შეაგდე მართლა ვიღაცას, აი რა უნდა გააკეთოს ისაკმა, რომელსაც 4 თვე არ უთამაშია, მოტეხილი ქონდა ფეხი. სალაჰი არ გამოიყვანა. როგორც ჩანს მართლა ის რაღაც წინა წლის წარმატება კლუბზე გაბრაზებული სალაჰის ინერცია იყო თუ რა იყო და როგორ გახდნენ ჩემპიონები ალბათ თვითონაც ეხლა რომ დაждდებიან ვერ ხვდებიან თუ ესე მაგრამ როგორ თამაშობდით იმიტომ რომ ბოლო აი ეს კაი რაღაც გახსნა ხო ნიონი რო შემოიყვანა ნიონის შემოყვანა ამტკიცებს რომ აი არის რა ეგეთი მომენტები ალბათ ბევრჯერ ყოფილა ფეხბურთში რომ უკვე იმდენად არეულია გუნდი და იმდენად წვნელმა აი აღარ რაღაცა იდეებიც გამოელია რაღაცა მან ხედავდა რომ იყო ჩამოინგრა ფეხბურთელები აღარ ენდობიან წვნელს და რაღაცა სიტყვაზე თუდად უნდა თქვა ეხლა მაგრამ გამოდის რომ იმ ყველაფერს რასაც ისე უნდა ფეხებზე იკიდებენ და თავისით აი რაც იქნება რა მართლა ერთი სული აქვს როდის დამთავრდება სეზონი იქ თან ოფიციალურად უკვე მას შემდეგ რაც არსენალმა მოუგო სპორტინგს ოფიციალურად უკვე მეხუთე გუნდით გადის ინგლისის ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ხო და ლივერპული არის იბრძვის რეალურად ეხა პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილისთვის კი ყავს კონკურენტი ასე ვთქვათ და მან ეგ მარტივი არ იქნება ჩელსი სულ რაღაც ერთი გოლით უსწრებს უბრალოდ ლივერპულის თავარი მიზანი არის ახლა როგორმე მივიდეს სეზონის ბოლომდე და მერე მწველი გაუშვა სხვა შორის ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ადგილი თუ ნამივიდნენ ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა აბა რა კიდე არაჯანსაღი სიტუაცია ლივერპულში საჩანს იცი რომ აი ხო ჩემპიონთა ლიგას არაფერ შუაში არ არის მაგალითად მაგრამ ფედერიკო კიეზას მაგალითი რო ავიღოთ რა. კიეზა სატრანსფერო ფანჯარა იანვრის გაიხსნა თუ არა. კიეზას შესთავაზეს რამდენიმე გუნდმა შესთავაზა გაყიდვა ასე ვთქვათ ლივერპულიდან წასვლა. კიეზას როგორც დაიწერა უნდოდა იუვენტუსზე იყო საუბარი, არ წავიდა კიეზა. მერე ნუ ამ ტიპმა ფეხბურთი ვერ ითამაშა, არც ათამაშა, როცა ჯამთელია მაშინაც არ ათამაშებდა. ეხა მისი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე არ არის. ეს კიეზა ადგა გადაფრინდა ინგლისიდან იტალიაში, ფიზიკური მდგომარეობა რო ცუდი ქონდა, იმიტომ განაცხადშიც არ შეიყვანეს, წარმოიდგინე. იყოფილიყო იქ კიეზა, ეხა მაგალითად იმის რომელიმე ფეხბურთელის ასოთ ყოფილი. ხო. და იქნებ რაღაცაში გამოდგომოდა, ანუ ელემენტარულად გაუშვი რა ის კაცი თუ მაინც არ ათამაშებ, სალაჰს არ ათამაშებ, კიეზას კი არა და. არ ვიცი, ლივერპული გალათასარაისთანაც კი. უბრალოდ გალათასარაი არის ცადა დედამიწა მართლა სახში და გასვლას. იმის ხარჯზე რომ ენფილდი იყო და გალას უეჭველი უნდა გაცდენილიყვნენ ასე ვთქვათ. გაცდა, მაგრამ აქ რო გაუმართლოს, რა ვიცი, მე ძალიან შორს ვარ ამაზესგან, იმიტომ რომ ეს PSG რამდენჯერ ვთქვით რომ მონაკოსთან ვთქვით რომ ხო არ წამოეწია ის დაღლილობაო ამერიკის ტურნირს და
გადალახული თამაში წამოეწე გადალახეს ეგ და რა ვიცი ჩემპიონთა ლიგის ცალსახა კიდევ ერთი ფავორიტია უბრალოდ თუ ეგრე მოხდა რომ PSG Bayern-ი შეხვდა ნახევარფინალში რავი ის მეორე ნახევარფინალი გააუქმეთ და აქ გაათამაშეთ რა თასი რა მაკეთკენ მივდივარ მე პირადად ისეთი თამაშები იქნება ეგ რომ რა ვიცი ხო და ხვიჩაზე ერთი რაღაცა უნდა ვთქვა დავიწყოთ მე მაგ ესეთი ჰიპოთეზა თაბერმილზე ნახავდით რომ მისტერ ჩემპიონთა ლიგა გვაქვს წარწერა და მე მაგ ესეთი ჰიპოთეზა ხვიჩა კვარაცხელია რო არ გამოსულიყო ფეხბურთელი და გამოსულიყო ჰოკეისტი მთელი საქართველოს შეიყვარებდა ჰოკეის ანუ იმდენად მაგარ აი არა მენტალურად იმდენად მაგარია და იმდენად როგორ არის dedicated როგორ თქვა ქართულად ანუ იმდენად რაღაცაზე მიზანდასახულია და კონცენტრირებულია იმ ყველაფერზე რასაც თვითონ აკეთებს ეგეთი ადამიანი ყველა სფეროში აუცილებლად წარმატებული იქნება საბოლოოდ. ანუ ჰოკეისაც შეგვაყვარებდა რა ყავს ჰოკეის ნაკრები საქართველოს ჩამოყო. ხო და აი ჯერ რა გოლ აი სად შეუხვია საერთოდ ან მოედანზე როგორ ეზოს ფეხბურთის გოლი გაიტანა ჩული. ფუტზალის გოლი გაიტანა რა. ხო აი ჯერ ანუ მანდ მოხვევას რომ მიდიხარ და არ ურტყავდა მოდი მოუხვიო და ცარელ კარში გავიტანო მაქსი ჩქარაზე და პაუზა აი ტვინში გააზრება ხო გინდა აი გააზრება მაინც ხო უნდა მოასწრო ამან გაიაზრა და გააკეთა აი აუცა არა ორმაგად რატო არის იცი დასაფასებელი ზოგადად მოედანზე სამუშაო ეგ არის რაღაც მანქანასავით არის არ ჩერდება წინ უკან შავ სამუშაოსაც კარგად აკეთებს და იმ შავი სამუშაოს მე იმდენი კრეატივი შემოაქვს და იმდენად ფანტაზია იმდენად განვითარებული აქვს რომ ყველა მომენტში იცის და კარგადაა ზუსტადაა გააზრებული რომ კონკრეტული მომენტი როგორ დაასრულოს ან რა გაგრძელება მისცეს იქ ერთი უმორი მომენტი იყო რომ აი უკან ჩამოვიდა რაღაც გასტრიალებული ვარდნით ბურთი წაართვა წამოიღო გაშალა ფლანგზე ეგ ის მომენტია თან დემბელემ რო ვერ გაიტანა მეორე ტაიმში აი სიგიჟე work rate აქვს თამაშიდან გამომდინარე და მithumetes უფასდება გოლებიც გააქვს და ძალიან ეხლა კარიერის ამ ეტაპზე და მithumetes ამ გათამაშებებში ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტატისტიკა უნდა გქონდეს აუცილებლად რა სამწუხაროა რომ ეგეთი კარგი სტატისტიკა მგონი არ აქვს ლიგა 1-ში ლიგა 1-ში არა აქვს სასახად. ლიგა 1-ში არა აქვს, მაგრამ ესე თუ გააგრძელოთ ჩემპიონთა ლიგაზე, ოქროს ბურთის მოგების სერიოზულად. უბრალოდ სოფლიოს წელია იქანა. გაჭირდება ეგ. ბიჭო, აქ სოფლიოში ისეთი ამბებია, რომ შეიძლება სოფლიო ჩემპიონატი ვაფშე არ ჩატარდეს. უბრალოდ ერთი არის, რომ აი კარიერის ყველა ეტაპზე დაგვანახა, რომ უდიდესი თამაშების ფეხბურთელია, სადაც შეუძლია გადაწყვიტოს ყველაფერი ნებისმიერ მომენტში. ეგ არის ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელების სახასიათო რამ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყავს ჩვენ ელიტარული ფეხბურთელი, თუ ვინმე აქამდე ეჭვებალებოდა. გუშინდელი მატჩი ანუ ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე წარმოუდგენელს ღირდეს, ხო. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალის პირველი თამაშები ჩატარებული არის მეხუთე ადგილზე ბომბარდირებში, აქვს 8 გოლი, 4 პასი. და წლების წინ ვოცნებობდით იმაზე, რომ 8 თამაში ეთამაშა იმას, რა ქვია, ჩემპიონთა ლიგაზე ქართულ ფეხბურთელს. სხვა შორის, ეგეთი რაღაც დაფიქსირებული იყო აქამდეც ქართველები რო ერთმანეთს შეხვდნენ. ოღონდ ჯგუფურ ეტაპს. მილანი შალკე როცა იყო, კალაძემ და კობიაშვილმა ითამაშეს. უბრალოდ, რა თქმა უნდა, მეოთხე ფინალში ეგეთ რაღაც არ მოხდარა და კიდე მოხდება თან ეს იყო მხოლოდ პირველი სერია. ნელა ბოლოსკენ წავიდოთ უბრალოდ მამარდაზე კიდევ ერთხელ იმის თქვა მინდა, რომ განსაკუთრებით კარგი ისაა რომ რა თქმა უნდა ფეხბურთელმა იცის რაღაცა რომ მისი შეცდომით მოხდა ხო დარწმუნებული ვარ რაღაცა 30-50% მაინც საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმ გაშვებულ გოლში მიუხედავად იმისა რომ პოსტ შეფასებები ცოტა სხვანაირი შეიძლება იყოს ხო კარგი ისაა რომ მამარდა პირველში ფსიქოლოგიურად არ გატყდა იმიტომ რომ ლივერპულზე ანუ ლივერპულ და მამარდა ანუ ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან რა ეხა ლივერპული დემოტივირებულია დიდი ხანია უკვე და ვერაფერს ვერ შევა სიტისთან თამაშის მერე ვანდაიკმა თქვა რომ ჩვენო დავნებდითო კაცო 2-0-ზე ჩვენ დავნებდითო კაპიტანი ამბობს ეგეთ რაღაცას და გიორგი მამარდაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაუშვა, ნაადრევი გოლი და ძალიან რთული თამაში იყო, ამ ეტაპზე გამოცდილებაც არ აქვს მამარდას. მეოთხე ფინალი ჩემპიონთა ლიგის არის რაღაცა აბსოლუტურად სხვა დონე, რაც უნდა თურქეთში და სტამბოლში ითამაშო, აბსოლუტურად სხვა რაღაცა. ფეხბურთელს უთამაშია შეიძლება მეოთხე ფინალი, ესეთ მეოთხე ფინალში ასეთ დაპირისპირება მეოთხე ფინალში შეიძლება
ყოფილიყო რა მაგალითად ძალიან ფავორიტი და აუთსაიდერში ეთამაშა, მაგრამ ესეთი დაპირისპირებები, როდესაც ორი ამ ხელა გუნდი ხვდება ერთმანეთს, მან კიდევ სხვა წნეხია, მან უკვე რაღაც ლოგოს წნეხიც გაწევს, გულშემატკივრის წნეხი გაწევს, ყველანაირი წნეხი გაწევს, ასე რომ ერთადერთი უმნიშვნელოვანესი პირველ რიგში რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანია უდიდეს გამოცდილებას იღებს ეხლა. ერთადერთი ბრჭყალებში და დადებით კონტექსტში დამნაშავა იმაში, რომ ლივერპულმა მეტით არ წააგო, არის გიორგი მამარდაშვილი ცალსახად. მაკალისტერის კი არა, მგონი მაკალისტერს მოხვდა ხვიჩაზატყვენ რო აიღო, ხო? არ მახსოვს, მაკალისტერს მგონი დუეს ერთ-ერთზე აუღო და აი ეს ვანდაიკი და სლოტი რომ დემბელესაც კაი ცუდად დაარტყა, მაგრამ კაი მომენტი იყო. ანუ ეს ვანდაიკი და სლოტი რო ხელებს იქნევიან, დაიმოკლონ ეგ ხელები. ძალიან გთხოვთ რა. ცოტა ამბიციური განაცხადი. წავედით მე მგონი ნელ-ნელა ბოლოსკენ, პირველ რიგში კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გათამაშებას ჩაერთეთ, ჩვენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ვაკეთებთ კონტენტს და ჩვენი წვლილი აქაც შეგვაქვს, რომ გვინდა 10-ით მეტ ადამიანს თუ მოვიყვათ მოედანზე, ძალიან გაგვიხარდება, იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთია რა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ის არის ასე ვთქვათ, დასარეკლამებელიც, ყურადღება მისაქცევიც და ასე შემდეგ. თია, რომელიც ჩემ წარმოდგენაში ამაზე უკან შეუძლებელია რომ წავიდეს. თუ გაუქმდება თორე? ხო, ამაზე უკან ვერ წავალთ და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ ყოველი მომდენო ნაბიჯი, ეგრეთ ჩათვალეთ, რომ ყოველი მომდენო ნაბიჯი, ყოველი მომდენო რაღაცას ქართულ ფეხბურთში გაკეთდება, ბიძგი იქნება იმის, რომ რაღაც ნელ-ნელა წინ წაიწიოს და როგორც ჩვენი ფეხბურთელების, ასევე ჩვენი ფეხბურთის ჩემპიონატის დონე ავამაღლოთ. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ვისაუბრეთ, რომ პირველ რიგში ფეხბურთის სტადიონზე მოვიდეთ, უგულშემატკივრად, იმიტომ რომ როცა სავსე იქნება სტადიონი, დარწმუნებული ვარ, თამაშის ხარისხიც უკეთესი იქნება და ფეხბურთელების უფრო მეტად მიეჩვევიან წნეხს მოიხსნიან მაყურებლის წინაშე თამაშის, ბევრად უფრო მოტივირებულები გამოვლენ მოედანზე და ეს იქნება რაღაცა იმის საწყისი და ბიძგი, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე ავამაღლოთ, რადგან ძალიან გული შეგვტკივა და გვინდა რომ იყოს უკეთესი, იმიტომ რომ ამ ჩემპიონატმა ჩვენ ვაჩუქა ისეთ ფეხბურთელები, რომლებმაც ევროზე გაგვიყვანეს. გუშინ რო ერთმანეთს წინააღმდეგ ითამაშეს. სხვა შორის დინამო თბილისმა დადო აგერ ვიდეო, რომ ჩვენი ფეხბურთელების ორიონ დაიწყო დინამოდან და აგერ ადონეს თამაშო. ხვდებით რომ არის ეს პოტენციალი უბრალოდ ამ დიდი ბუმის შემდეგ ეს უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა ჩავაგდოთ, რომ ისე რაღაც იმ მომენტში არ დავბრუნდეთ, რომ რაღაც ელემენტარულად ისე დავეცით, რომ ძალიან სუსტ მეტოქეებსაც ვეღარ უგებდით. შესაბამისად, ამისთვის ეროვნული ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ახალი ფეხბურთელები, იყვნენ მეტად გამოცდილები, შეეჩვიონ კარგ სათამაშო გარემოს და როგორც ჩვენი ვალდებულება მივიდეთ და ამაში ხელი შევუწყოთ, ასევე კლუბების და ზოგადად ჩემპიონატის შესაბამისად ეს უნდა გაკეთდეს ყველაფერი ერთად, ასე რომ კი ბატონო, რაღაც ძვრები არის სხვა შორის საქართველოს ჩემპიონატში, მაგაზე შეიძლება ეხლა ლოგის შემდეგ ეპიზოდში ვისაუბროთ, მოკლედ ჩვენ დაგემშვიდობებით ნელ-ნელა გრიზლის აუცილებლად მიულოცეთ კომენტარებში დაბადების დღე, ეს ძალიან სენსიტიური ბიჭია და ეგეთი რაღაცები უყვარს, შეიძლება ცრემლი მოადგეს თვალზე. სწორ პასუხებს რო დაწერთ, გრიზლისაც მიულოცეთ დაბადების დღე, მოკლედ რო ვთქვათ. მოკლედ ამ ფორმატში უბრუნდებით ერთი კვირის თავზე, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობა გვეცოდინება, მანამდე კი 11-ში მივდივართ ლოგს, დაელოდეთ 11-ში, შეიძლება 12-ში დილით ადრე. 12-ში დაიდება ლოგი. კი ბატონო, წინასწარ გილოცავთ აღდგომის წინვარით დღესასწაულს, ჩვენ კი გემშვიდობებით და კეთილი სურვილებით მოკლედ შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.